საქართველოში მენშევიკების ბრდა იყო უფრო ძლიერი, მაგრამ სტალინმა ბოლშევიკებზე დადო ფსონი. რამდენჯერმე იყო უცხოეთში, მონაწილეობდა ბოლშევიკების ყრილობებში და კონფერენციებში. ამ დროს ის უახლოვდება ლენინს. ამ პერიოდიდან ბევრს უყვარს ლენინის 1915 წლის წერილის გახსენება, როდესაც სტალინი უკვე 10 წელია მას იცნობს და ამ დროს ლენინი ნაცნობებს ეკითხება, გამახსენეთ კობას გვარი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ლენინს ის შემჩნეული ყავს და ხელს უწყობს მის წინსვლას პარტიული ხაზით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს სტალინი არის გადასახლებაში. დროებითი მთავრობის ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს, მათ შორის სტალინიც და ლევ კამენევიც, და ისინი ბოლშევიკებში ყველაზე ადრე ჩადიან პეტროგრადში. ლენინი ჯერ კიდევ აგვარებს შვეიცარიაში გერმანიის გავლით ჰერმეტული ვაგონით გავლის ნებართვას. ტროცკი კი ამერიკიდან ბრუნდება, ამიტომ მას ბევრი დრო დასჭირდა რუსეთში ჩასასვლელად. სტალინი და კამენევი კი უკვე პეტროგრადში არიან და ცენტრალური კომიტეტის წევრებიც არიან, მაგრამ მათ ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ, დიდად არავინ ემორჩილებოდა. ისინი იწყებენ დროებითი მთავრობის კრიტიკას და მოითხოვენ მათ დამხობას. ფიქრობენ, რომ ამას გააკეთებენ მენშევიკებთან ერთად, მაგრამ ჩამოდის ლენინი, რომელიც კიდევ უფრო რადიკალურია და ამბობს, რომ არანაირი მენშევიკები, რომ საბჭოებში ბოლშევიკებმა უმრავლესობა უნდა მოიპოვონ და თავად დაამხონ დროებითი მთავრობა. სტალინი მას ეთანხმება და ამის შემდეგ ის ხდება ლენინის კაცი. იძენს სულ უფრო მეტ გავლენას. არადა ცენტრალური კომიტეტის გარეთ თითქმის არავინ იცნობს, განსხვავებით ტროცკისგან, რომელიც მაისში ჩადის პეტროგრადში, მას უკვე ყველა იცნობს, 1905 წელს ის ხელმძღვანელობდა პეტროგრადის საბჭოს, შესანიშნავი ორატორია და ძალიან კაშკაშა ფიგურაა. სტალინი კიდევ ზის თავისთვის ჩუმად პრავდაში წერს წერილებს და საორგანიზაციო საქმეებით არის დაკავებული. 1917 წლის ივლისის პეტროგრადში არეულობის შემდეგ, როდესაც დროებითი მთავრობა ლენინის დაკავებაზე გასცემს ორდერს და ლენინი ზინოვიევთან ერთად გარბის ფინეთში, ტროცკის და კამენევს დაიჭერენ. სტალინი კი, რომელიც ივლისის მოვლენებში დიდ თვალში არავის მოხვედრია, თავისუფალია და ხდება მთავარი. ბოლშევიკების მოახლოებულ ყრილობაზე ცეკას სახელით აკეთებს ანგარიშს და მისი ცნობადობა შედარებით იზრდება. 1917 წლის შემოდგომაზეც სტალინი არავინ განსაკუთრებული არ არის. ის კი აკეთებს განცხადებებს, სადღაც სიტყვით გამოდის, მაგრამ მთავარი ადამიანი არის მაინც ლევ ტროცკი. ლენინის შემდეგ პირველი არის ტროცკი და სტალინი ახლოსაც ვერ მივა მის წონასთან. იწყება საბჭოთა ეპოქა და სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომის პერიოდს სტალინის ეპოქაში გადააქცევენ რაღაც მითოლოგიურ დროდ, რომელშიც სტალინმა თითქოს საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი ცარიცინოს დაცვისას, რომ იქ რაღაც გმირობები ჩაიდინა და ამ გმირობების გამო ცარიცინს დაარქმევენ სტალინგრადს. სინამდვილეში სტალინი გააგზავნეს სამხრეთ ფრონტზე კონკრეტული ამოცანით. მას უნდა უზრუნველყო ფრონტის სურსათით. და აქ ჩანს, როგორ იწყებს ის ამ საომარ ქალაქში ძალაუფლების საკუთარ ხელში თავმოყრას და ცენტრისგან ითხოვს სულ უფრო მეტ უფლებამოსილებებს. ეს სამოქალაქო ომი ცნობილია თავისი სისასტიკით ყველა ფრონტზე, მაგრამ სტალინი ავლენს საშინელ აგრესიას სამხედროების მიმართ, რომლებიც უკვე წითელ არმიაში მსახურობენ. მათ უწოდებს თეთრგვარდიელებს, ის აგრესიულია მოხელეების მიმართაც, რომლებშიც ხედავს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ დროს ის აპატიმრებს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც იოლი ხელწამოსაკრავი არ აღმოჩნდა, შემდეგ უწევს მისი გათავისუფლება, ის ჩადის მოსკოვში, ყვება იქ რავითარება სამხრეთის ფრონტზე, რომელიც ყველაზე სუსტია და იწყება ტროცკის და სტალინის პირველი ღია დაპირისპირება. ტროცკი, რომელიც სამხედროების მეთაურია, ითხოვს სტალინის მოშორებას სამხრეთის ფრონტიდან. ამ პერიოდიდან ისინი საკუთარი თავის გარშემო იკრებენ ერთგული ადამიანების წრეს, სტალინის ირგვლივ იქნებიან ცარიცინში გაცნობილი ან იქ დაახლოებული ადამიანები, ვოროშილოვი და ბუდიონი, მომავალი მარშლები, რომლებიც როგორც ისევ ისტორიკოსები წერენ, ძალიან უნიჭო მეთაურები იყვნენ და მათი მთავარი ღირსება იყო ის, რომ სტალინს მიჰყვებოდნენ ყველაფერში. ლენინი ძალიან კარგად ხედავდა ტროცკის და სტალინის დაპირისპირებას. სიცოცხლის ბოლოს ის ბევრს წერდა, რომ პარტიაში განხეთქილების გადალახვა აუცილებელია, მაგრამ წლების განმავლობაში ის თავად აქეზებდა ტროცკის და სტალინის კონკურენციას, რომ არც ერთს არ გასჩენოდა პრეტენზია მის ძალაუფლებაზე.
სამოქალაქო ომი ეს არის ტროცკისთან დაპირისპირების დასაწყისი. მომავლის ბევრი სისხლიანი ისტორია სათავეს იღებს სწორედ ამ სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომის დროს ლენინის შემდეგ მთავარი ადამიანია ლევ ტროცკი. პოპულარულია ნიკოლაი ბუხარინი, როგორც თეორიტიკოსი. სტალინს ნაკლებად იცნობენ. ის ხელმძღვანელობს რაღაც სამსახურებს, მათ შორის ეროვნებათა კომიტეტს, მაგრამ ეს მას არ აკმაყოფილებს და მალე მიაღწევს იმას, რომ დანიშნავენ პარტიის გენერალურ მდივნად. მაშინ ეს არ იყო ის თანამდებობა, რაც მოგვიანებით გახდება. პარტიის გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს, რომელიც მუშაობდა დოკუმენტების შედგენაზე, კადრების განაწილებაზე, კომიტეტში განსახილველ დღის წესრიგზე. ერთი შეხედვით ეს იყო შეუმჩნეველი სამუშაო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ვიდრე სხვები წყვეტდნენ დიდ იდეოლოგიურ საკითხებს, სტალინი წყვეტდა აპარატში ვინსად დაენიშნა, ვინ მოეხსნა ან დაეწინაურებინა და ამ პროცესში იჩენდა ლოიალურად განწყობილ ადამიანებს და ეს იყო ძალაუფლების განმტკიცების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ ამ პოზიციიდან იწყებს ის კონტროლის მოპოვებას პარტიულ აპარატზე, რომელიც 1920-იან წლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და მალე მასზე თითქმის სრულ კონტროლს მოიპოვებს. ამ დროს ლენინის ჯანმრთელობა უარესდება, მწვავდება ბრძოლა მისი მემკვიდრის სტატუსზე. 1922 წლამდე ლენინი ჯერ კიდევ ენდობა სტალინს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაგალითად ავადმყოფობის დროს ლენინს, რომელსაც ეშინოდა პარალიზების, უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნის, სტალინს იმდენად ენდობოდა, რომ გამოიძახებს მას და სთხოვს თავის მოკლაში დახმარებას. სტალინი მოიქცა კორექტულად, გააგებინა ეს ფაქტი ლენინის ახლობლებს, პარტიას და ლენინი დაამშვიდეს. არა ამის გამო, მაგრამ ამის შემდეგ მათ უფუჭდებათ ურთიერთობა. არის მოსაზრება, რომ ურთიერთობის გაფუჭება დაიწყო საბჭოთა კავშირის შექმნის პრინციპების განხილვისას. სტალინმა, როგორც ეროვნებათა საკითხების სპეციალისტმა, პარტიაში მოამზადა საკუთარი პროექტი. ამ პროექტით ყველა საბჭოთა რესპუბლიკა ხდებოდა რუსეთის ნაწილი და შედიოდნენ რუსეთში ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსით. ლენინის გეგმა კი ის იყო, რომ რესპუბლიკები და მათ შორის რუსეთიც თანაბარი უფლებებით იქნებოდნენ საბჭოთა კავშირის წევრები. ყველა მაინც მოსკოვს და ბოლშევიკურ ცეკას ექვემდებარებოდა, მაგრამ ლენინმა მოიფიქრა ადგილობრივი ნაციონალური ელიტებისთვის ნაკლებად მტკივნეული ვარიანტი. ამ საკითხს ისეთი ვნებათაღელვა მოჰყვა, რომ ამიერკავკასიის ფედერაციასთან დაკავშირებულ ცეკას სხდომებზე ქართველ კომუნისტებს სერგო ორჯონიკიძესთან ხელჩართული ბრძოლები და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ. ლენინმა დაიწყო სტალინის დამუხრუჭება და თავის ცოლს ნადეჟდა კრუპსკაიას უკარნახა პრეტენზიები, რომლებიც ჰქონდა სტალინის მიმართ. პარტიამ გადაწყვიტა, რომ ბელადის სიმშვიდის და ჯანმრთელობისთვის ის არ უნდა ჩარეულიყო პოლიტიკაში და გამოვიდა, რომ კრუპსკაიამ დაარღვია პარტიის გადაწყვეტილება. ამის გამო სტალინმა დაურეკა მას და ძალიან უხეშად ელაპარაკა. ლენინი ამას ვერაფრით პატიობდა და ის, რომ მან ყრილობისადმი წერილში, რომელსაც ლენინის ანდერს უწოდებენ, დაწერა, რომ სტალინის ზედმეტად უხეშია, იყო ცოლთან დაკავშირებული წყენის გამოძახილიც. ცხადია, ლენინი კარგად იცნობდა სტალინს მანამდეც, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს, ვიდრე ჯერ კიდევ გონზე იყო, სტალინის დასაბალანსებლად იწყებს ტროცკისთან დაახლოებას, როგორც სტალინის საპირწონესთან. კრუპსკაიას ინციდენტის გამო სტალინი ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ ლენინის სიკვდილის შემდეგ 1920-იან წლებში კრუპსკაიას ძალიან ცუდად ექცევა და მუდმივად ამცირებს. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში იოსებ ჯუღაშვილმა ბევრი რამ სწორედ ლენინისგან ისწავლა. ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად, ამისთვის ადამიანებით მანიპულირება, მათი წაქეზება ერთმანეთის წინააღმდეგ. ამას ყველაფერს ლენინი აკეთებდა. და როგორც უკვე ვთქვით, სამოქალაქო ომიდან დაპირისპირებული ჯგუფები უკვე არსებობდნენ. 1921 წლის მე-10 ყრილობაზე, რომელიც უფრო იმით არის ცნობილი, რომ სამხედრო კომუნიზმიდან ნეპზე ამ ყრილობის გადაწყვეტილებით გადავიდნენ, ნეპი ეს იყო ეკონომიკაში საბაზრო ელემენტების დაბრუნება, რაც იყო დროებითი ნაბიჯი. მოხდა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ ამ ყრილობაზე. იყო კამათი თუ ვის უნდა ჰქონოდა ძალაუფლება. მუშათა კლასს, მათი წარმომადგენლების სახით პროფკავშირებს თუ პარტიის აპარატს.
და საინტერესოა, რომ პროლეტარების სახელით ხელისუფლებაში მოსულ პარტიაში გაიმარჯვა მოსაზრებამ, რომ ძალაუფლება ექნებოდა პარტიის აპარატს. ამ ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის ერთობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით იგრძალებოდა პარტიის შიგნით ფრაქციის შექმნა და თუ პარტია რამეს გადაწყვეტდა, უნდა დამორჩილებოდი. ამას სტალინი იდეალურად გამოიყენებს კონკურენტების წინააღმდეგ და ყველა თავის მტერს, რომელსაც ის თავად უბიძგებდა განხეთქილებისკენ. შემდეგ დაადანაშაულებს სწორედ პარტიული ერთობის და დისციპლინის დარღვევაში. 1922 წელს სტალინი პარტიის გენერალური მდივანია და საკუთარ ხალხს აქტიურად ნიშნავს სხვადასხვა თანამდებობაზე. 1923 წელს ლენინი ფაქტობრივად აღარ მონაწილეობს პარტიის საქმიანობაში და ცეკაში იწყება არა ღია, მაგრამ საკმაოდ მწვავე კონფლიქტები. ლევ ტროცკი არ უყვართ, როგორც ძალიან კაშკაშა და ძალიან ჭკვიანი ფიგურა. მისი უფრო ეშინიათ ვიდრე სტალინის, მათ შორის ძველ ბოლშევიკებს, ლევ კამენევს და გრიგორი ზინოვიევსაც, რომლებსაც სტალინიც არ მოსწონთ. ლენინის წერილი ანდერძი, სადაც იყო პრეტენზიები სტალინის მიმართ, უნდა წაეკითხათ 1923 წლის მე-12 ყრილობაზე, ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში. ამ ყრილობაზე ის არ წაიკითხეს, რითაც სტალინმა კიდევ ერთი წელი მოიგო პარტიის აპარატში პოზიციების გაძლიერებისთვის. 1924 წლის იანვარში ლენინი კვდება. მის ანდერძს კი მაისში მე-13 ყრილობაზე კითხულობენ, მაგრამ ცალკეულ დელეგაციებთან და არა საერთო ყრილობის ხდომაზე. იმ შენიშვნით, რომ სტალინმა პრეტენზიები გაითვალისწინა და ამიტომ ტოვებენ გენერალურ მდივნად. საინტერესოა, მაგრამ ტროცკი ამ ეპიზოდში არ ფიგურირებს, მას ამ დროს არ უბრძოლია. გამოვიდა, რომ ტროცკის შიშით და მის დასაბალანსებლად დატოვეს სტალინი. კოლექტიური მმართველობა ამ პირველი ბოლშევიკების, რომელიც მანამდე ავად თუ კარგად არსებობდა, მალე გაქრება. სტალინი იწყებს ამ ბალანსის ნგრევას პარტიაში.